და ის გითხრით და ეს გითხრით და მაინც ჩამაწერინე რა არის ამაში ყოველივე დავიწყების ფირდოუსის სიტყვებია სწორედ ყოველივე დავიწყების თვერით იკარება, მაგრამ ორ რამეს თვითსიკვდილის ვერ იკარება, ეთილის საქმე ქმნისა და აზრების ძელის ცოცხლობენ, მაგრამ თუნდაც ათასი კარა, თუნდაც ათასი გავიდეს წელი. აი ესაც საკანონზეა მოცემული, ეჭვიან მოყარება, რომ რაც მეტი მოვა, ამ პრინციპების დამცველი ხელისუფალი, ხელმძღვანელი მით უკეთესად იქნება საქმე. ეგ არის ჩემი პოზიცია იმ კაცის მიმართ, რომელსაც არ ვიცნობდი, შეიძლება სამე თქვა შეხვედრი ვარ რაღაც ის ასაკში ციფო განსხვავება და რაღაც, მაგრამ აი ამ გვერდმა ჩემში ძალიან ღრმაშ დამოკიდება დატოვდა. მინდა ყველას მოგილოცოთ და დიდი ღირსებაა, რომ თქვა აი ასეთი ადამიანი, რომელსაც ეს დაწერა, დღეს ასეთი ადამიანის დღეს აღნიშნოთ მისი წიგნის წარდგენა ხდება. მე მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა მის საშუალება იქნება ხო ბატონ მიხეილ მულაძეს ერთი ორი სიტყვა პასაჟს სურვილი ერთად საუბრობთ, თუმცა თავსაკითხისა და ამის გამო. მე მინდა გითხრათ, რომ ბატონმა რეზო ჩხეიძე, რომელსაც დიდი სურვილი ჰქონდა. ჩვენ ბატონ ვანოს შევხვდით რამდენიმე ისინი და მას სერიოზული შეხვედრა ჰქონდა ქართულ ჯგუფთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ეს იყო დიდი შეხვედრა ჩვენ ქუთაისში დავიწყეთ მაშინ დავით აღმაშენებლის ძეგლთან დაიწყო თბილისში ქუთაისში სადაც დაიდგა დიდების მემორიალი, რომელიც ყველას ქართული მხედრული მამაცობის ამსახველი მას უწმიდესმა და უნეტარესმა უწოდა ქართული ბიბლია, ხოლო ცნობილმა მწერალმა, ყველასაც საყვარელმა ლევან სარიკიძემ ფილოსოფიური ტრაქტატი. ის დაანგრიეს 19 დეკემბერს და მას დედაშვილი შეეწირა. სამწუხაროდ სისხლიან ნამღერებზე მომავალს არ აშენებენ და არ ამგონია, რომ იმ ადგილზე პარლამენტის შენობა რაიმე სერიოზული მომავალი მიცეს ქვეყანას, ეს აშკარაა. აი სწორედ ეს შეხვედრა იყო იმ დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელსაც სწორედ ბატონი ვანო, ბატონი რეზო ჩხეიძე, ბატონი მიხეილ განდუმრაძე, ბატონი ვანო იქიყო, დღეს აქ ჩვენ ბატონი გურჯაბურჯული ვესწრება, სამსახურებელი პიროვნება ყველასათვის, როგორც მოღვაწე, როგორც პიროვნება მსახიობი და ძალიან ბევრი ფილმი ალბათ მისი ინახავთ. მე ძალიან მიამაყება, რომ მამა იოანე დღეებია ჩვენთან ერთად არის ცნობილი იურისტია დღეს ბატონი ედი შერევიშვილი, ძალიან საინტერესო პიროვნება გახლავთ ამ დარბაზში ბატონი იზო შარვაშიძე, ძალიან კარგია, რომ კახეთიდანაც არის, აფხაზეთიდანაც არის, გაჭარაში მთელი კულტურია მოგრებილი და ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას განწყობა მინდა გამოგცეთ და მინდა გითხრათ, რომ აი მარტივი განმარტება ვუთხარით, რომ არც არჩევნია, არც ვინმეს უჩივით, არაფერს არ ვიქო. გაგვიმართეთ, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ 5 წლით აირჩევა პრეზიდენტი და რატომ უნდა გაგრძელდეს 1 წელი ვარდა ნახოთ რა განმარტებას მოუწევენ, მაგრამ ჩვენ ძალიან ინტელიგენტურად, როგორც ეკადრება საქართველოს ყოველგვარი განწყობინების ყველაფრის გარეშე, ჩვენ ეს დოკუმენტი წარვადგინებთ და ძალიან მიხარია, რომ თუნდაც ეს მოხდა იმ დღეს, როდესაც აი ბატონი ვახტანგის წიგნის განხილვა არის, იმიტომ რომ ეს წიგნი, რომელიც მინდა გადავცე ბატონ ვანოს, აქ არის მოცემული ჩვენ 18 ტომად გავაკეთეთ საქართველოში არსებული მდგომარეობის ანალიზის მეცნიერებთან ერთად. და აქ არის შეკუსურად მოცემული რა მდგომარეობა ეს საქართველოში და საქართველოს ეკონომიკაში. ეს ყველა ციფრი აქ აღებული ოფიციალურად. და მე აქ ასეთ წარწერა გავაკეთე. ბატონ ვახტანგი რომ ცოცხალი იყოს და ეს დაიყოს, გული გაუჩნდებოდა. ჩვენ ვინც ფერსე ვარ და გული არ გაუჩნდებია, ჩვენი ვალდებულება და მოვალეობა შეცვალეთ ეს სიტუაცია.
შევცვალოთ სიტუაცია ისე, როგორც ეკადრება საქართველოს, ეკადრება ჩვენს მომავალს, მერტო საქართველოს. ისეთი ხელისუფლება, რომელიც არც კრემლს გაეგება ფერქვეშ და არც თეთრსახს, მერტო საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის გარედან არ მოიმართება, მერტო საქართველოს ისეთი ხელისუფლება, რომლის საყურების მიზანი იქნება საქართველოს და ქართველი ხალხი და მერტ მაგნას საქართველოში ისეთი ხელისუფლება, რომელიც ფერქვეშ გაეგება საქართველოს მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ტყუილს არ ეთქვის და რასაც ეთქვის, იმას შეასრულებს. პირველ კონფერენციაზე 150-ზე მეტი საზოგადო მოღვაწე მოიწვია და მათ კითხეთ, თავიანთი შეხედულება დღევანდელ დიალოგში ახსნა. როგორც ერთი ყველა ასაკების პრობლემა მოდის ერთი პირობებით. მით უბრალოდ, რომ ვიქდა დღე ეს პიროვნება არაადეკვატური ხდება. ის უნდა რომ ხდება სახელმწიფო მართვის ოფიციაში. დღეს ყველა ჩვენთაგანის მოვალეობა, ყველა ჩვენთაგანის მიზანია საქართველოს იმ უსწრაფოსკენ გაქანებული მატარებლის შეჩერება, რასაც მიხეილ სააკაშვილი მართავს. და უბრალოდ მოგზაურობით მინდა წარმოვიდგინოთ და ვითხრათ, რომ ჩვენ ამ შემართებით შევქმნით მემორანდუმი და თქვენი მხრიდან, ვისაც გსურთ ამ მემორანდუმში გაწევრიანება, აი ეს მემორანდუმი ზართანის თქვენი ხელმოწერა დაფიქსირდეს. იმ მოსგავსებების მიმართებაში, რასაც ქვია ლევან ილეჩოვი პრეზიდენტი და მისი კალკაში.